რისი თქმა სურს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენთვის. ნახოთ ჯერ ეხლანდელი ენერგიები, ეხლა რა სიტუაციაში ხართ და მე ნახოთ რას გეუბნება თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. ბალანსისთვის დაალაიქეთ ვიდეო და თხოვნა მექნება რომ დამიწეროთ კომენტარში თუნდაც ერთი გული, რათა მოტივაცია მეტი მომეცეს ვიდეოების ჩაწერის. ნახოთ აბა თქვენ ეხლა რა ენერგიებში იმყოფებით თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანთან ერთად. ეხლა ძალიან გაურკვეველი ვითარებები გაქვთ ურთიერთობაში. კონკრეტულად რო ახსნა, შეიძლება დაბნეულობა, შეიძლება ტყუილი, ცოტა ემოციური გაუწონასწორებლობები, დისბალანსები, საერთოდ საიტწავა ურთიერთობის ბედი რო კითხვის ნიშანი აქვს, შეიძლება პაუზა გაქვთ ბევრ თქვენთაგანს და რაღაცა ცვლილებები მოხდა, ძველის დატოვება ჩანს და ახალი გზებისკენ და ახალი მიმართულებით წასვლა, მაგრამ ეს საიტწავა ეს გზები რო უცნობია, რო თითქოს სიახლეები მოდის, ემოციები მოდის, რაღაცა სხვა ფორმატი იცვლება ურთიერთობის, მაგრამ შეუცნობელია ჯერ და თქვენთვის შეიძლება სრულად უცხოა ეს მიმართულება, რა მიმართულებაც ეხა ურთიერთობაში რაც ხდება. აქ ასევე ვხედავ, რომ შეიძლება ან დაოჯახებულები ხართ, ან პიროვნება ვიზეთ ჩაიფიქრეთ, მესამე პირი ყავთ ურთიერთობაში. ეხლა ნახოთ აბა რა გეტყოდა თქვენი ჩაფიქრებული. რისი თქმა სურს მას თქვენთვის, საინტერესო არა? ნახოთ რისი თქმა სურს მას თქვენთვის. თქმა უნდა ესეთი რაღაც ისო. გული მაქვს უნატკენი გატეხილი. საერთოდ მელაქვა არ ვიცი რა ხდებაო, ძალიან დაბნეული ვარო. ერთი ისიც რომ ემოციები აქვს, ენატრები თუ პაუზა გაქვთ, ურთიერთობიდან გასვლა არ უნდა, გრძნობები ნამდვილად არის აქ ურთიერთობაში მისი მხრიდან და აი თქვენ აგიქვთ მომენტში რაღაცა მეორე ნახევრად თან ადამიანი, ვისაც მისი ესმის, ემოციურად ხარს უჭერთ, სანდო ხარ, ცოტა ემოციური მიჯაჭულობებით შეიძლება იყოს ბევრ თქვენთაგანთან. ენატრებით, მაგრამ ვერ მოდის და ვერ ახერხებს ნაბიჯების განმოდგმას. რაღაც შეკავებული ენერგიები აქვს, აქ შეიძლება რაღაცა ნეგატიურით გამოცდილებები აქვს, ან რაღაცა რთულ სიტუაციებში იმყოფება, ან საერთოდ გული აქვს ცოტა გატეხილი და ცოტა იმედგაცრუებულია რაღაცების მოლოდინები, რაც ჰქონდა და რა გეგმებიც ჰქონდა, არ აუსრულდა. შეიძლება იმასაც ფიქრობთ, რომ თქვენ მოგექცათ ცუდა და თავად თქვენთა გაზარალად და თქვენვე გატკინათ რაღაცეებში გული. არის ეს მომენტიც მისგან. თუ ფიქრობთ, რომ რეალობასთან ახლოს არის თქვენი ჩაფიქრებული ფიქრები და ეს რაც თქვი და რაც გავაჟღერე, დამიწერეთ კომენტარებში.